drafting has been completed. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს, მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებაზე უარი თქვა შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონის მიერ ინიცირებულ წინადადებაში არ იყო ნახსენები რუსეთის აგრესია, სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას. შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში კენჭისყრამდე ევროპელებმა სამი შესწორება წარადგინეს, რომლითაც მტკიცედ არის აღიარებული მოსკოვის აგრესია. დღეს 3 წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. გენერალური ასამბლეა მოითხოვს ამ სასტიკი ომის ადრეულ დასრულებას, სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლის მომცველ მშვიდობას გაეროს წესდების შესაბამისად. რუსეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცახმა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ევროპამ არ ვერ გააცნობიერა კონფლიქტის მთავარი მიზეზები, რითაც მათ შეფასებით კიდევ ერთი ანტირუსული დოკუმენტი გაჩნდა. სამწუხაროდ ჩვენი შესწორების არ შეტანის გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა აღმოვფხრათ კონფლიქტის ძირეული მიზეზები და ასევე ევროპული ცვლილებების მიღების შემდეგ, მისი არსი მთლიანად დამახინჯდა. შეერთებულმა შტატებმაც მხარი არ დაუჭირა ევროპის შეთავაზებას ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც 93 ხმით დამტკიცდა, 18-მა წინააღმდეგ მისცახმა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა. შესაბამისად, ცვლილებები ძალაში შევიდა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მისცეს. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. ეს რეზოლუცია მშვიდობის გზაზე გვაყენებს. ეს არის პირველი, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ. რეზოლუცია უკვე გადაეგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს. 15 წევრისგან შემდგარ საბჭოში დოკუმენტს 10 ხმა აქვს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ.